ვახსენებთ, რომ ვენესუელაზე რა ხდება 25 მილიონამდე გაიზარდა ჯილდო მადუროს ასე ვთქვათ იმაზე და მოუგვარებადია ეს რატო არის ეს გაფაშფაშებული ეს მადურო და რაღაცა იმიტომაც არის რომ ერთი ამბავია ნავთობი, რომელსაც ესე იგი ის მოიპოვებს და დემპინგურ ფასებში ყიდის, ბუნებრივია, სატყის და როგორ ყიდის, ну თავისთავად ცხადია, ხო? იაფად ყიდის ტოტალიტარულ ქვეყნებში და ძვირად ყიდის იმაში. დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც არის ხოლმე, აი ნავთობის იმის დროს, აი როდესაც ავტორიტარულ ხელში ექცევა ნავთობის წარმოება, რა თქმა უნდა, მოგვარებადია, გამოცხადება არის წინაპირობა. წინაპირობა იმისი, რომ მადურო შეიძლება დაიჭირონ და ჩაიყვანონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს შესაძლებელია განხორციელდეს ტრამპის დროს ეს არის გაფრთხილება. ну ნახოთ ახლა როგორ იქნება რა იქნება როგორ იქნება, მაგრამ აშკარად ესე იგი გამოცხადება მადუროს დამნაშავედ და 25 მილიონის გამოცხადება მისი თავისთვის ეს სუსტად იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ეტაპი იქნება შეიძლება თუ ისინი არ დამშვიდნენ და არ დაუთმეს არჩევნები მათ ვინც მოიგო არჩევნები რეალურად იმაში ქვეყანაში საბჭოები შეძლებელია რომ შემდეგი ეტაპი იყოს ოპერაცია, სამხედრო ოპერაცია, რომელიც მადუროს დაიჭერს და ჩაიყვანს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ზედაპირზეა. ნახოთ რა იქნება. ფული შეგროვება ხوار დავიწყოთ აქ რომ ანალოგიური ჯილდო გამოვაცხადოთ ესე იგი. მე მგონი ეს არ ჩვენ ფული შეგროვება არ გვინდა, ესე იგი ეს არის ესე იგი ნიშანი ყველა ტოტალიტარულ რეჟიმისათვის და სემიტოტალურ რეჟიმისათვის, რომ ყველა შეუძლია ამ დღეში ჩავარდეს. მათ შორის ივანიშვილის და მათ შორის ყველა ვინც საქართველოში ამას აკეთებს, ხო? იმიტომ რომ ყველა მაკეთგან მიდის, ხო, როდესაც მადუროს გვერდით არის ივანიშვილი მოხსენებული იმისი ვილსონის განცხადებებში, თან ადამიანი რომელსაც დღეს აბარია ფაქტიურად კავკასია და შუა აღმოსავლეთის ისა პრობლემების მოგვარება, ძალიან ესეთი წონიანი პოლიტიკოსია. ვილსონი, ამის შემდეგ რა არის, ხო, ახლა რა ვიცი მე, ახლა ისინი მართლა არ ფიქრობენ, რომ შეიძლება დღესაც ივანიშვილზე არ გამოცხადდეს 25 მილიონიანი ისა ჯილდო, რა თქმა უნდა გამოცხადდება. რა თქმა უნდა გამოცხადება, თუ ისინი არ დაუჯერებენ იმას ამერიკის შეერთებულ შტატებში და არ ჩაატარებენ არჩევნებს ამერიკის შეერთებულ შტატების მეთვალყურეობით. რა თქმა უნდა ესე იქნება. ნახოთ ყველა მიცის რომ კავკასია არის გასაღები ახლო აღმოსავლეთის და იმისი აღმოსავლეთ ევროპის, რა თქმა უნდა ეს ყველა მიცის. რა თქმა უნდა ტყუილად არ იყო პომპეო აქ ჩამოსული, როდესაც გააფრთხილა იმაში 2019-ში, როცა იყო მაგით ჩამოსული და როდესაც გააფრთხილა საქართველოს მთავრობა, რომ ჩინეთს არ გააკეთებიოთ პორტი იქა ანაკლიაში. მაგრამ ესე იგი აი იმ დროს, ესე იგი ზუსტად იმით, რომ ზურგი ქონდა ქართულ ოცნებას რუსეთის მხრიდან და რუსეთი არ წონებდა, რომ ტრამპი აღარ იქნება პრეზიდენტი, წაუყურეს მას. სულ სხვები მოიყვანეს იმაში, ამერიკელებს ვარი უთხრეს, ერთ-ერთი ტიპი, ვისაც ვარი უთხრეს დღეს ტრამპის ადმინისტრაციაში სერიოზული თანამდებობა, ასე რომ მოკლედ საგარეო პოლიტიკაში ქართულ ოცნებამ ყველაფერი წააგო რა. ეხლა ნახოთ რა იქნება. რეალურად რა იქნება, ისინი მოვლენ თუ არა აზზე, გააკეთებენ თუ არა იმას, რასაც მათგან მოითხოვენ, თორემ მართლა არაფერი არ არის რა. მართლა ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერი არ უღირს 20-ის მერე ივანიშვილის თავზეც გამოაცხადოს 1 20 მილიონიანი ესა რა ტენდერი. არანაირი პრობლემა არ აქვს.